თბილისში მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში 6 მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირი ქვეყანაში მომხმარებელთა უფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე მსჯელობენ. რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები და რა პრობლემები იკვეთება ამ კუთხით? დეტალებით კონკურენციის კონფერენციიდან ქრისტინე გამთენაძე გვერდება. მაიკო, გამარჯობა. ღონისძიება, რომელიც 6 მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით ტარდება, ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს და როგორც უკვე აღინიშნა, ამ ღონისძიების ფარგლებში საუბარია ძირითადად მომხმარებელთა უფლებებზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოში განაცხადეს, მათ 2 წლის წინ, მათი ჩართულობით 2 წლის წინ შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვას გულისხმობს და ამ 2 წლიან პერიოდში სააგენტოში შესული არის დაახლოებით 1500-ზე მეტი განაცხადი და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დავების ძირითადი ნაწილი მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ურთიერთშეთანხმებით სრულდება, თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე პირები სასამართლოში მიდიან და აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მიმართვიანობა შედარებით მცირეა და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დაახლოებით 100,000 ლარის ჯარიმა არის დაწერილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და აღსანიშნავია ისიც, რომ დავების ძირითადი ნაწილი დაახლოებით 70% ვაჭრობას, კონკრეტულად კი ონლაინ ვაჭრობას შეეხება, რაც შეეხება დაზღვევის კუთხით მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოში აცხადებენ ჩვენთან საუბრისას, მიმართვიანობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია და ბოლო პერიოდში მომხმარებლის ცნობადობის ზრდასთან ერთად ეს მიმართვიანობა კიდევ უფრო მეტად იზრდება და სფრის მოლოდინი მომავალშიც არსებობს და ამ შემთხვევაშიც როგორც ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს ჩვენთან საუბრისას, ძირითადი შემთხვევები 90% მათთან შესული განაცხადების მომხმარებელთა სასარგებლოდ სრულდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენ სექტორში რჩება და მთავარი 2 მიმართულება შემიძლია გამოყო. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება. ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს ამუშავო ამ მიმართულებით და განსაკუთრებით რეგიონებში. მეორე გამოწვევა ეს არის კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მოგხსენებათ, დღევანდელი კანონმდებლობა ჩვენი ევროპელი ექსპერტების შეფასებით დაახლოებით 85%-ით თანხმდრაშია საუკეთესო ევროპულ კანონმდებლობასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მე ვფიქრობ, თუმცა თვითონ პროცესი, საქმის წარმოების და სამუშაო პროცესი აჩვენებს ძალიან ბევრ სპეციფიურ საკითხს, ხარვეს, რომელიც მომავალში ითხოვს გაუმჯობესება. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა პარლამენტთან თანამშრომლობით გაუმჯობესება ჩვენს კანონმდებლობაში. ამჟამადაც ვაკეთებთ მონიტორინგს, თუ რა ცვლილებები შეიძლება იყოს მომავალში საჭირო, იმისთვის რომ აღსრულება იყოს უფრო ეფექტური და ჩვენი მომხმარებელი იყოს უფრო გარანტირებული. მაგალითად, როდესაც ავტომობილითან მოხდა კოლიზია და შემდგომში უნდა მოხდეს ანაზღაურება. ხშირია ესეთი თემები, რომ ანაზღაურების თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც შეფასებებით ხდება და ხშირად არ ეთანხმება ხოლმე მომხმარებელი ამ თანხას, რასაც განსაზღვრავს სადაზღვევო კომპანია. ან ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მოთხოვნები ასევე არის ხოლმე, რომ უფრო ანაზღაურება უფრო მეტიც უნდა მოხდეს, ვიდრე არის. თუმცა ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებებში არის გაწერილი და ჩვენ ფინანსური განათლების კუთხითაც მუშაობთ, იმიტომ რომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და ასევე ის კონტრაქტუალური უფლება, რაც მათ როცა ხელს აწერენ, თქვათ სადაზღვევო ხელშეკრულებას, იქ პრაქტიკულად წერია ხოლმე 99% ყველაფერი ის, რაზეც შემდგომში პრეტენზიები აქვთ. რაც შეეხება საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ვითარება ამ კუთხითაც გაუმჯობესებულია, თუმცა მიმართვიანობა ეროვნულ ბანკში გაზრდილია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დავების განხილველ საბჭოში დაახლოებით 90 განაცხადი არის შესული და ამ განაცხადების 85% მარეგულირებლის ინფორმაციით მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე
შესაფასებაზე ასევე აღინიშნა ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ შეიმუშავა ახალი ცვლილებები, რომლის თანახმადაც შემცირდა ცესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო, რომელიც აქამდე 2% იყო და ზღვარი 0.2%-მდე შემცირდა და ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით წინ გადადგმული მათი შეფასებით, რაც შეეხება სემეგში არსებულ მდგომარეობას, როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, ყველაზე მეტი საჩივარი მომხმარებელთა მხრიდან წყალმომარაგების სექტორში ფიქსირდება, მას მოსდევს ენერგეტიკის სექტორი და მესამე ადგილზეა გაზის მიმართულება. მომართვიანობა ყველაზე მეტად იყო წყალმომარაგების სექტორში, სადაც 1.600.000 ლარზე მეტი ჩამოეწერა გასულ წელს, შემდეგ იყო ელექტროენერგეტიკის სექტორი დაახლოებით 1.000.000 ლარამდე ჩამოეწერა და ყველაზე მცირე იყო დაახლოებით 200.000 ლარამდე ჩამოწერილი თანხები გაზმომარაგების სექტორში. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სემეგს დაემატა მეოთხე სექტორი რეგულირებისთვის, ეს არის მელიორაციის სექტორი. მელიორაციის სექტორში ჩვენ მას შემდეგ რაც მომხმარებლებისთვის მიწოდება მოხმარების წესები დავადგინეთ, ამის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციის მათ შორის მორწყვის რეჟიმების გამოქვეყნება და ასე შემდეგ მიმდინარეობს, რაც მომხმარებლებს უადვილებს ასევე მორწყვასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას, ისინი მომზადებული ხდებიან უფრო მეტად ამ ყველაფერს, აქედან გამომდინარე ესე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. 90 დავა იქნა განხილული მომხმარებლებსა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის. განხილული დავებიდან 85% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და 300.000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი დაზარალებულ მომხმარებლებს. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ კუთხით გადადგმული. გვაქვს სხვა სიახლეებით, ზოგადად მუდმივად ზრუნავთ საბანკო სექტორში, საფინანსო სექტორში კონკურენციის ამაღლებაზე. სულ რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიო ბანკთან ერთად გამოვაცხადეთ და დავიწყეთ ახალი პროგრამა, ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი რეგულაციების მეტად დახვეწას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კონკურენცია წავახალისოთ საფინანსო სექტორში. რა თქმა უნდა, ისე რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც, ასე ვთქვათ, შენარჩუნდეს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული კვირეული დღეს თბილისში გაიხსნა, თუმცა როგორც ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა, ეს კვირეული გაგრძელდება რეგიონების მასშტაბით და მათ შორის ბათუმში და სხვა რეგიონებშიც გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები სწორედ მიმდინარე კვირაში და ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის მომხმარებელთა ცნობიერებისა და ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მადლობა კრისტინა გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.